სამი პალესტინელი ჟურნალისტი დაიღუპა ქალაქ ღაზაში ალ-აჰლის საავადმყოფოს ტერიტორიაზე მიტანილი ერიშის შედეგად. ჰამასის მიერ მართული ღაზის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, თავდასხმას ასევე ემსხვერპლა 2 პალესტინელი 6 კი დაიჭრა. ისრაელმა საქმის გამოძიების მიზნით მტკიცებულებების შეგროვება დაიწყო. ისრაელის თავდაცვის ძალებმა ხაზგასმით აღნიშნეს, რომ მათი თავდასხმების სამიზნე მხოლოდ ჰამასია, ხოლო მშვიდობიანი მოქალაქეების სიკვდილში ისინი ადანაშაულებენ მხოლოდ ჰამას, რომელიც მათი თქმით დასახლებულ ტერიტორიებზე ოპერირებს. ნიუ-იორკში დაფუძნებული ჟურნალისტთა დაცვის კომიტეტის მონაცემებით ისრაელელთა განახლებული შეტევის შედეგად დაღუპული ჟურნალისტების რაოდენობა 180-ს გადააჭარბა. ისრაელი არ ეთანხმება ამ მონაცემებს და აცხადებს, რომ დაღუპულთა უმეტესობა რეალურად ჰამასის მებრძოლია. ისინი უბრალოდ რეპორტიორებად ასაღებდნენ თავს. პალესტინელი ჟურნალისტების გაერთიანებამ დაგმოიერიში და ის ისრაელის მიერ ჟურნალისტების სისტემატურ და მიზანმიმართულ თავდასხმად შეაფასა. ჟურნალისტთა კავშირის ინფორმაციით ამ დროისთვის მედიის სულ მცირე 225 წარმომადგენელია დაღუპული. ისრაელი ბოლო დროს კრიტიკის ქარცეცხლში მოექცა ომის წარმოებისა და საერთაშორისო დამოუკიდებელი მედიისთვის ღაზაში შესვლის აკრძალვის გამო. ნეთანიაჰუს მთავრობა აცხადებს, რომ უცხოელი ჟურნალისტების ანკლავში შესვლის აკრძალვა უსაფრთხოების საკითხებს უკავშირდება. თუმცა გლობალური მედია საშუალებები და სხვა ჯგუფები, მაგალითად რეპორტიორები საზღვრების გარეშე, აცხადებენ, რომ ისრაელმა ეს გადაწყვეტილება მათ გასაკონტროლებლად და ფაქტების დასამალად მიიღო.